როგორი ის არის, სიხარულზე მოიცადეთ, სიხარულზე არის ფსალმუნი 99 ფსალმუნი. აი, ნახეთ რა მაგარი ფსალმუნი არის. ცით პირველი ორი მუხლი არის, აი ესე თუ აქებდეთ უფალს და მე განმარტება რატომ? მე კიდე აქებდეთ კიდე განმარტება რატომ? ხო, იმიტომ რომ ღმერთია ყველაფრის უფალი. მე იმიტომ რომ მას შექმნა ჩვენ. ნახეთ თუ დაკვირვებით წავიკითხავთ, მიხვდებით ქება წინ უსწრებს, მე რატო უნდა შევაქო? მე კიდე მეორე იმაში ადამიანები ყველა მისი მწუხარე, აი რატო უნდა შევაქო გამიგე და არჩევენ სამი სახის აი ესე პირობებითაც სიხარულს. აი ადამიანი არის სატანური სიხარული, ეს ღვთაებრივი სიყვარული ღმერთის მიმართ და არის ადამიანური სიხარული. სიხარულის გარეშე ადამიანი არ არის. აი სატანური სიხარული, იცით როგორი სიხარულია? რეალობას რომ მოწყვიტა, მაგალითად სატანური სიხარულის საშუალებები არის ალკოგოლი, აი ეს ნარკოტიკები, აი რეალობას წარმოადგენს დაბრეცულად და რეალობას დაგავიწყებინებს და გასწორებული სიხარა რომ დალევ ალკოგოლი, მაგრამ მეორე დღეს თავი გტკივა პახმელია გაქვს. ნარკოტიკებსაც გაიკეთებ თუ არა, იცი როგორ აი რეალობა შედიხარ ილუზიაში და გახარებული ხარ, იცინი ხარ ხო? აი ბალანაკეშები სუიცინი გასულ სიხარული არის ეს. ეს არის სატანური. ხო, არის ადამიანური. ადამიანის სიხარული რა არის? აი იყიდე რაღაცა გახარებული ხარ. მე რაღაცა ჩააბარე გახარ, სამუშაოდ გახარ, აი რაღაცა ჩვეულებრივია, ხო? აი ეს ადამიანური სიხარულები, რომელიც უფრო რეალურ, მატერიალურ იმასთან არის წილნაყარი. და არის ღვთაებრივი სიხარული, ესე იგი სიხარული აქვს ადამიანს. აი რაც შეეხება თეოსიხარულს, ღმერთის უფლის სიხარულს, ეს კი ადამიანს არ აქვს. აი საქართველოში 93% რომ ისახართ მორწმუნეები. სიხარული რატო არ აქვს? აქვს სიხარული მანდმინებას. მარტო რო იძახით, გიხაროდნენ, გაიხარე. ეს ჩოფიანი ძაღლები თუ რა დიხართ რა. ისე დროა ძაღლებს კი ადამიანსაც აცრათ, იცი? იმიტომ რომ ძალიან აღრენლები და ვიხართ. აი სად არის სიხარული საქართველოში? სად არის განდიდება უფლის? აი ეს არის ფსალმუნი. აი ჭეშმარიტად რა, რეალურია. და როცა შენ არის, აი რატომ უნდა შევძახო ღმერთს და გიხაროდეს სიხარული? იმიტომ რომ ის არის როგორც რეალობა. მან შექმნა სამყარო, მან შექმნა მე. აი რატო ვარ გახარებული, ხო? მე ჩემი შემქმნელი არის აი უკვდავი არსება, არადეული, გამიგე, ძლიერი, კეთილი, მოსიყვარულე და ეს სიხარული თუ გაქვთ, ჩათვალეთ რომ მორწმუნე ხართ. ხედავთ? მე რო შექმნა სამყარო მთლიანად გადახედეთ, ხო? და აი ეს დავკარგეთ ჩვენ და მორწმუნეები როცა იძახიან, ფიქრობ ხო მაგონდება ეს ფსალმუნი. სად არის სიხარული ხალხო? აქ ჩვენ ხედავთ სატანურ სიხარულს ძალიან ბევრს. ადამიანური სიხარულიც არის, რომ ხათო გითხარით რა არის და აი ფეხბურთი მოიგო და გახარებული ხარ, მე დაგავიწყდა. რეალური არის ეს. ეს სიხარული არის რეალური მოვლენით გამოწვეული, მაგრამ სატანური სიხარული, ნარკოტიკი რო გავიკეთე, პლანი მოვწიე, ეს ილუზიაა. ეს ადამიანს სიხარული უნდა. უსიხარულო არავინ არ არის. მაგრამ სად არის ღმერთის სიხარული? სადა გვაქვს? რო იძახით მორწმუნეები ვართ. რატო დადიხართ დაღვრემელები? რატო ეჩხუბებით ერთმანეთს თუ მართლაც დარწმუნებული ხართ რომ ღმერთმა შექმნათ? და ის მწყემსია და ჩვენ როგორც მეტაფორა სხვა არევით მწყემსავს. და სამყარო რომ მას შექმნა და მოგვათავსა. რატო არ იხარიათ? აი ეს დავკარგეთ ჩვენ. თეოსიყვარული, სიხარული და დაიკავა სატანურმა სიხარულმა და ადამიანურმა. და ჩვენ კიდე რიტუალებით თავს ვიწონებთ რომ მორწმუნეები ვართ. ნახეთ რა კარგისა, კიდე ერთხელ წამიკითხე რა ნელა რა. კარგი ფსალმუნია 99 ფსალმუნი. დაიმახსოვრეთ. სიხარულით შესახე უფალს, მთელო დედამიწა. სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით უფლის წინაშე სიმღერით. ნახე, პირველი ორი წამი, ნახე, ეხლა იძახის რატომ? დანარჩენი მუხლი განმარტავს წინა მუხლებს თუ რატომ? გააგრძელე? უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი. უფალმა შექმნა ჩვენ და არა ჩვენ, ჩვენი თავები. მისი ხალხი ვართ და მისი სამწყსოს ცხვარი. მადლიერებით შედით უფლის კარიბჭეში და ქებით უფლის ეზოებში. მადლობდეთ უფალს და აკურთხეთ უფლის სახელი. რადგან კარგია უფალი, საუკუნოა უფლის წყალობა და თაობიდან თაობამდეა უფლის ერთგულება. ხედავთ, განმარტება ესე პირველი როგორც აი კომპოზიციურად რო გავარჩიოთ, მუხლები რო დავყოთ, არ არის ბევრი მუხლი არ არის მან და წინ ესე იგი უსწრებს რო გვეუბნება, ნახეთ, აი რო გითხრა, შეაქე რა ემას, მეუბნები რატომ? და განმარტებულია რატომ? იმიტომ რომ სამყარო მის შექმნილია, მე იმან შემქნა. ესე მან დრო ეს არ იყოს, მე ესე განმარტებები, იტყვი ეს სადღეგრძელოა. ესე იგი, ღმერთი როგორც რეალობა არის. ესე იგი, ხო, რეალობა ეს სინამდვილეა. ეს არ არის ფანტაზია. არანაირად.
ღმერთი როგორც რეალური არსება, სულიერი მოუაზრებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დაიტევთ ჩვენი გონება ამას, ვერანაირად. აი როგორ დაიტევთ ახლა ღმერთის ბუნებას არს, რომელმაც შექმნა ისეთი უკიდეგანო სამყარო, რომელსაც ჩვენ ვერ გავწვდებით. და მართლაც აღფრთოვანებას უნდა იწოდეთ, ეს რა არის, მეტა როგორი ესა. და ეს გადამჩენი აღტაცებული, აი გადიდებ რა ღმერთო შენ. რატო აი ეს ქვეყანა შექმენი, მე შემქმენი, იმიტომ რომ ჩემი თავი მე არ შემიქმნია. ჩვენი თავი არ შეგვიქმნია. ჩვენ დავიბადეთ, დაგუბადეს. ღმერთმა სიცოცხლე მოგცა. აი რატომ უნდა ადიდო და ნახეთ როგორი შეძახილი არის, ხო? აი სიხარული. აი ეს სიხარული აკალია ძალიან ბევრს, არა მარტო ქართველებს. საქართველოს ქალაქებში რო გაივლით, არის რაღაცა გოგოლოვიცის, თითქოს სასაფლაოა ქალაქი. და შიგადაში არის იქ სატანური სიხარულები და ადამიანური სიხარული. მანქანაზე ზის ვიღაცა გოგონას დასვამს ვიღაცა ნაშა, სასქესო ორგანოთი რაღაცა გაინახდა რა, ჭენაობა. აი ეს არის ადამიანური სიხარული. სატანური სიხარული გავიარე იქ და გახეთ ქილკაებშია ტიპი რამე და აი ანუ მეტეხავ რა ძმა რა. აი ვაფშე რა მაგი. იქით გავიარე ლოთია გახეული ისე კარგად არის იმის დედავატირე. მაგრამ დილით ერთიც მეორე ერთიც ლომკებშია. ნარკომანი წამალი არა, აქ იკრონჩხება, უშველე და მეორე კიდე თავი ტკივა, პახმელიაზე გიშსაგავს. და მარტო ეს არის ეს ადამიანი, რომელსაც ღმერთის სიხარული აქვს და ეს კი მარადეულია. ამიტომ ჩვენ როცა განდიდება, გვადიდებ და შიოლაშვილს რო განადიდებ და დაბოღმილები დადიხართ. მუხდელებს უაქებ დაადიდებ და ლამის უკანალები დაუკოცნოთ. იმიტომ ვართ მაგ დღეში ჩემო კუტებო. ამიგეთ. როდემდე იქნებით ამ ბოთე სამღვდელოების მსხვერპლი? როდემდე იქნებით? და რა არ გაგვახარა ბიძინა ბატონმა? მადლობა ბიძინა, გაგვახარა რითი? კონსტიტუციაში აღვადგენ უფრო მაღალ სტატუსში მართლმადიდებლობა გიხაროდენ. აშა მართლმადიდებლობას კიდე ამაზე ამაღლებული საქართველოში არაფერი არ არის და სადამაღლებს ეს ბიძინა მე ვერ გავიგე. და რა შაუძვრა რა სირცხვილი ამას რა. ვაჭრობს ამ გამოთაყვანებული, აი გამომთაყვანებელი სამღვდელოები, რომელიც ერი გამოგვითაყვანა, იმის მაგერას რომ ამისგან გაათავისუფლოს საწყალი ხალხი. უფრო თურმე და რა გამახარა ბიჭო? კონსტიტუციას თუ თქვათ შეცვლის პირველს რასაც გაირე მართლმადიდებლობა როგორ იქნება? აი ბიჭები რა. ნახეთ როგორ ვაჭრობს რომ მარალმა და მან ისევ რელიგიით ვაჭრობს ეს რა ვიცი რა დავარქვა რა. როგორ ყველა რელიგიით ვაჭრობთ ხალხო. რა გჭირთ ამისთანა? რა ჯანდაბათი მინდა ამის აყვავება შენ რაღაცა სამსახური არაფერი არ აქვს ხო? არაფერი გუში ხო თქვით რა. როდემდე იქნებით ესე? ტარაბუა დახვებული ბუზებით, აი დისკლაფორს რო დაასხა ბუზები, როდემდე იქნებით ესე? როდემდე იქნებით დედების კმაყოფაზე, საზღვარგარეთ რო იტანჯებიან? როდემდე იქნებით ცოლებისა და ნაწამები იმეებით რო მანდ დედის ფულებით ინსტიტუტს რო აბარებ, უსარგებლო დიპლომს რო აიღე, დაიბლაშტებით. როდემდე? სანამ არ დაიქცეო საქართველო, როგორც სახელმწიფო. გააგრძელეთ ეს წელი. საქართველოს დაქცევის წელია რო იცოდეთ სახელმწიფოში. აბა ნახავთ თუ არა. სადღაც არაფერი არ ჩანს მანდა რა. სიზარმაც ისე გადიდა, აი უსაქმრობა. ქარხნები გააჩერეს და კერძო ინსტიტუტებია, სადაც ბეყეჩო ხალხი გამოდის ხარისხებით. მან როგორ არის, ისე ქვას ააგდებ ყველა პროფესორია. ყველა რაღაც ხარისხი აქვს დაწერილი. ისე არ შეიძლება. რა ხარისხები გაქვთ ხალხო, გამაგებინეთ, რა წვლილი შეგაქვთ სოფლიო მეცნიერებაში, ან ტექნოლოგიაში, ან ჰუმანიტარულ დარგში. რამე ერთი ნაშრომი გამაცანით რა, მე მაგის დედავატირი რომ დაშ დაგიკარათ რა. დაჩხაპნავენ რაღაცას დაიდებენ, დაჯდებიან მე ტელევიზორში და აბა პარტია შევქონათ ახლა და ამირჩიეთ. და მე რა ეს დოქტორია, პოლიტოლოგიის მეცნიერია. და პოლიტოლოგებით გაავსეთ პარლამენტი. და იმას მადაც მეტი აქვს ხო? აბა როგორ იმას ეკუთვნი, შენ რა გეკუთვნი? შენ მონახარ მისი. დემოკრატიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფეოდალური სახელმწიფო კი ავაშენეთ. ფეოდალები და უმიწაწყლო გლეხები ყავთ უკვე აშის მკვლელები. მონები. მას გლობალობის ახალი ფორმა, პოსტმოდერნისტული ფორმა დანერგა ქვეყანამ. კარგი ფსალმუნი არის. და არა მარტო ეგა. ძალიან ბევრი ფსალმუნები ძალიან კარგი კი არ არის, უბრალოდ აი ეს არის რა, სულის მალამოსავით აი რო იცოდეთ.